მოგესალმებით, ვიწყებთ გადაცემას ზიმეკასთან. დღეს ჩვენი სტუმარია მწერალი ანა კორძაია სამარდაშვილი. როგორ ახარ ანა? გმადლობ, გამარჯობა. წინა სტუმრის კითხვას დაგისვამ მაია ფანჯიკიძის პელე თუ მარადონაო? ფეხბურთში ვერ ვერკვევ. ნუ აი მაინც რაც გაგიგია. მარადონა უფრო ლამაზად ჟღერს. უფრო ლამაზად ჟღერს? აი ყველაზე მაგარი პროფესიონალი ვინ არის, ვინც ცხოვრების განმავლობაში შეგხვედრია? თავის საქმის მწოდნე. ვინ გახსენდება? იცი როგორ რთული კითხვაა სინამდვილეში, იმიტომ რომ ბევრნი იყვნენ და არც კი ვიცი. ალბათ რუდიგერ საფრანსკი ახლა პირველი ვინც გამახსენდა. ქართველებს პროზაიკოსები უფრო მაგრები გვყავს თუ პოეტები? რა თქმა უნდა პოეტები. რატო? ალბათ მაინც იმიტომ რომ უფრო მეტად აღმოსავლური ლიტერატურის შვილები ვართ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ამას ვიბრალებთ. და გარდა ამისა, რა ვიცი, რომანის ტრადიცია ჯერჯერობით ძალიან ხანმოკლეა ჩვენთან. ალბათ იმდან დიდ სიმაღლეს ვერ ვიღებთ. ისე გიყვარს პოეზიაში? გულწრფელად რო გითხრა პოეზიის კარგი შემფასებელი ალბათ არა ვარ. მე მაქვს ძალიან ისეთი პრიმიტიული და მდაბიო კრიტერიუმი, ან მომწონს, ან არ მომწონს და ალბათ ამით მსჯელობა არ შეიძლება. რა თქმა უნდა მიყვარს. შენთვის ვინ არის ყველაზე კარგი მწერალი, ქართველი და პოეტი? იმდენ ბანალური პასუხი უნდა გაგცე, რომ უარესი არ შეიძლება. შოთა რუსთაველი. ყველაზე მაგარი პოეტი, ყველაზე მაგარი მწერალი და ყველაზე მაგარი ბიჭი საერთოდ. და იდეალური ნაწარმოები საერთოდ ალბათ კлау და კлау ვეფხისტყაოსანი. რატოა იდეალური? გეტყვი რა მის დევს გამო რომ ვეფხისტყაოსანში მთავარი? თავარზე ვერ გეტყვი და ამაზე არც მიფიქრია რა არის მისი დედა აზრი. უბრალოდ აღმოვაჩინე რომ იმის მერე რაც წერა კითხვა ვისწავლე და ვისწავლე უკვე დიდი ხანია. არასოდეს მეზარება მისი წაკითხვა და სულაც არ არის აუცილებელი რომ დავიწყო და დავამთავრო ყოველ ჯერზე, ყოველ გვერდზე რაღაცა ახალი ხდება და წლების გასვლასთან ერთად სულ რაღაცა სხვა ახალი მაწყდება ხოლმე. რა ვიცი, ალბათ სანამ ცოცხალი ვიქნები და კითხვა შემეძლება. ეკითხებ ვეფხისტყაოსანს. რას ფიქრობ, აი რამ გამოიწვია მე-12-მე-13 საუკუნეებში ესეთი აღორძინება საქართველოში, როგორც სახელმწიფოსი, ისე ვთქვათ იგივე ცოტა უნდა გავამხილო, ბუნდოვანი წარმოდგენაც კი არა მაქვს. არ ვიცი. და არ ვიცი, მიუხედავად ჩემი ღრმა პატივისცემისა ისტორიკოსების მიმართ, ისტორია როგორც მეცნიერება ჩემში დიდ ნდობას არ აღწევს, როგორ გითხრა, იმის გათვალისწინებით, რომ ის არ ვიცი გუშინ რა იყო, საიდან დავიცოდე ზუსტად რა მოხდა მე-11 საუკუნეში. სიმართლე გითხრა, ჩემთვის ამას დიდი მნიშვნელობა არც ქონია, რატო? თავარია რომ იყო და ის ფაქტი რომ იყო დასტურდება, ასე ვთქვათ, ვეფხისტყაოსნის არსებობით. რა არ არის საჭირო რომ ვთქვათ ამის მიზეზებიც ვიცოდეთ, როგორ ფიქრობ? ამაზე რუსთველოლოგებმა იტარდო. მე უბრალოდ ვძივარ და გემოს ვატან იმ ამბავს, რომ მაგარი ისტორიები ხდებოდა სადღაც ცისქვეშეთში. ალბათ დღესაც ხდება, არ ვიცი. კარგი. აი რომელი ლიტერატურულ პერსონაჟს გაარტყამდი სილას? აუ. მილედის. რატო? იმიტომ რომ ეჭვიანობ რომ ასეთი ლამაზია და დასარივე კაცები მასე გიждდებოდნენ და ცუდ და მოღალატე კოკოა და მწყემს. და ისე რომელი მუშკეტერი მოგწონდა? იცი რა არის მონაცვლეობა, პატარა რო ვიყავი მეყვარდა დარტანიანი, ამჯერად მე და პორთოს გვაქვს რომანი ბძვინვარე. და რომელ პერსონაჟთან ერთად წახვიდოდი უკაცრიელ კუნძულზე? ჰეკლბერი ფინთან ერთად. და ვისე ფლირტავებოდი? მათი სახელი ლეგიონია ჩემო ძვირფასო, რომელერთ ჩავეჭიდო არც კი ვიცი. მე პირველი ვინ გახსენდება? აი კлау და კлау ჩემ პორთოსი გამახსენდა, რატომაც არა. საქართველოს რისი წილხვედრია? ეს კლასიკური პასუხი უნდა ვთქვა, რომ ღვთისმშობლისა? არა, რისი? რისი? არც კი ვიცი. იცი ამ სახით არასოდეს მიფიქრე. ვინმე საქმე ამაზე პასუხი თუ ყოფილა შეტანა. ყველას თავის აზრი აქვს ალბათ. წარმოდგენა არა მაქვს. ქვეყანა არა. ყველაზე სექსუალური სამი ქართველი თუ შეგეძლიათ, რომ ჩამომითვალოთ თქვენი გემოვნების მიხედვით. სამი ქართველი მამაკაცი. ქალი იყოს თუნდაც. ორი მყავს. აი მესამეს ჯერჯერობით იმათთან ვერ ვაყენებ. კлау და კлау არის, რა თქმა უნდა, ჩემი შოთა, ჩემი ბიჭი. რა თქმა უნდა, ბუდიში თუ ეს მეცახელია მოეწონა, მაგრამ რა თქმა უნდა, ვაჟებშაველა. ყველაზე მიმზიდველი კაცი ვინც საერთოდ წარმომადგენია. არ ვიცი, აი ამათთან ახლა მესამედ ვინ დავაყენე. ვაჟერითია შენთვის მიმზიდველი. ერთია რომ გარეგნულად ძალიან მომწონს. მეორეა მისია ეს უთავბოლო სიკეთე, ოღონდ არა
კეთილობიჭობა არამედ აი მართლა სიკეთე ყოვლის მომცველი გიჟური სიკეთე. ძალიან მიმზიდველია ვერსაცალად. და ის ამბავი რომ კაცი ასე უთავბოლოდ განათლებული შეიძლება იჯდეს და დაბიურად რომ თქვა кайფობდეს დიდხანს რომ რაღაც ფესვზე რაღაც ამოვიდა ძალიან მაგარი. ძალიან მაგარი კაცი. და როგორი სიყვარული შეიძლებოდა შეგიძლია წარმოიდგინოთ. რატო არ ვიღებ თქვა ბიოგრაფიულ ფილმს ვაჟაზე თუნდაც? ვერ გავქაჩავთ და იმიტომ. რატო ეს? თქვენ წარმოგიდგენიათ ქართველი მსახიობი რომელიც თავზე ხელს აიღებს და ვაჟებს შაველას ითამაშებს? გაჭირდა. უნდა ვცადოთ ერთხელ. ალბათ. და ისე რა არის შენთვის სექსუალურობა? არ ვიცი, ალბათ აი ეს ყოვლის მიმზიდველობა, რომელიც სულაც არ გულისხმობს იმას, რომ ვიღაცასთან მაინც ვიცი, კოტრიალი აქვს ჩაფიქრებული. ალბათ უფრო მეტად არის აი ეს მიმზიდველობა, რომლიდანაც ვერ გამოდიხარ დიდი ხიბლი, სრულიად გიჟული. და შეიძლება თუ არა რომ ადამიანი გიყვარდეს დიდხანს და არ ქონდეს სექსი მასთან? რასაკვირველია ალბათ. შესაძლებელია? ალბათ, ესეთ კი. ალბათ ეს შესაძლებელია. მე ვერ ვიხსენებ რაღაცა მსგავსებს, მაგრამ ალბათ კი. ერთი წვეთი შხამი რომ მოგცენ და გითხრა რომ ვინმეს უნდა დაალევინო აუცილებლად, ან შენ უნდა დაალევინო, ვის დაალევინო? არჩევანი ასეთია ნებისმიერ შემთხვევაში. მე პირველივე შემხვეწ თავს არ მოვიკლავ. უკვდავების წყალს ერთ წვეთს დავლევდი დიდი სიამოვნებით. აი ქართულ პოლიტიკოსებზე რომელი ნაწარმოებია ისეთ გამოჭრილი? უი. ასე ვეცოდვა უნდა გავამხილო. ვინაიდან ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა მაქვს ქართული პოლიტიკოსების შესახებ, შეიძლება რაღაცა სრულიად უადგილო მოვაპერტყო და ვერც კი ვიხსენებ. ზოგადი ინფორმაცია ხო გაქვს რა დონეზე? ზოგადი ინფორმაცია. არ ვიცი, ალბათ პოლიტიკოსები ყველგან ერთნაირები არიან და ნებისმიერი ნაწარმოები ამ თემაზე შეიძლება მათ შეეფება. ვერ ვიხსენებ, იცი. ეგრე ფიქრობ, რომ პოლიტიკოსები ყველგან ერთნაირები არიან. ხო, ცოტათი იშვარას კომპლექსით შეპყრობილი ადამიანები, რომელთაც გონიათ, რომ მავანთა ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ. ეს ხო განსაკუთრებული ჯიშია ადამიანებისა, რომელსაც მე ნაკლებად ვიცი. ხო, მაგრამ აი პოლიტიკოსები რო არ არსებობდნენ, ვინ მართავდა მაშინ სახელმწიფოს? არა, მე არაფერი მათ საწინააღმდეგო არ მაქვს, ისევე როგორც არაფერი მაქვს საწინააღმდეგო ვიღაც იყოს ექიმი, ვინმე იყოს მაღაროელი, ვინმე იყოს პარიკმახერი. ესეც აუცილებელი პროფესია ალბათ, უბრალოდ არ ვიცი. რომელი ორი მწერლის საუბარს მოისმენთ? დღესდღეობით სიამოვნებით მოვისმენდი, რას ეტყოდნენ ერთმანეთს ჰერტა მიულერი და სვეტლანა ალექსიევიჩი. დიდი სიხარულით მოვისმენდი. და შენ ფილოლოგი ხარ და ალბათ შეგიმჩნევია ეს დამახინჯებული სიტყვები და ფრაზები, რომელი გვხვდება ყველაზე უფრო ყურში? აზრი, რომელიც გავაჟღერე და დავაფიქსირე. შესანიშნავია. აი როგორ ფიქრობ, საქართველოში დღეს რატო აქვს ესეთი ზიზღი, ალბათ ზიზღია ეს ადამიანებს ერთმანეთის მიმართ და ამის კომპენსაცია ხო არ არის ეს სადღეგრძელოები, ლიქვნელური? დათო მოდი თავიდან ნებას დამთავარ დაგეთანხმები, არა მგონია რომ დიდად ეზიზღებოდეთ ერთმანეთი. ყოველ შემთხვევაში თუ ეზიზღებოთ, ალბათ ყველგან ასე ჩვეულებრივი ადამიანები არიან. აგრესია აქვს ერთმანეთის მიმართ. ის განსაკუთრებულს ვერაფერს ვამჩნევ სიმართლე რო გითხრა. ანუ ესეა ყველგან? ალბათ ასეა. უბრალოდ ის არის რომ სხვა ქვეყნებში სადაც მიცხოვრია, მე არ ყოფილვარ იმდან ღრმად იმ სოციუმის წევრი, რომ მაინც და მაინც გამეგობ ის ვინ ეჯავრება. თორე არ ვიცი. სადღეგრძელოები უბრალოდ რა ვიცი, ალბათ სახალისოცაა გარკვეულწილად. მე დიდი სუფრები არ მეყურს. ამიტომ გრძელი სადღეგრძელო ბოლოს მოსმენელი მაქვს, ალბათ რავი, უხსოვარ დროს ვეღარც კი ვიხსენებ. ეს ყველაზე უცნაური სადღეგრძელო რა გახსენდა? გადასარევი იყო. ნახტომი ტირიფიდან მუხამდე. იცი რა არის? აი ჩვენ ნახტომს ტირიფიდან მუხამდე, ტირიფისგან თურმე აკეთებენ აკვანს და მუხისგან კუბოს. აი. გენიალური სადღეგრძელო. შესანიშნავი იყო, სულ მეხსოვნება. ვინ გახსენდება პირველი სიტყვაზე არაადეკვატური? ოპ. ეხლა უნდა გავეხსენე, იმიტომ რომ პირველი არავინ არ გამახსენდა. გავატარებ. ბატონო. ბატონო, ღმერთი თუ გწამს. მე მგონი ყველას წამს რაღაც. და როგორია შენი ღმერთი? აი ეს არ ვიცი, ეს რო ვიცოდე პირდაპირ გეტყოდი კითხვა. აბა რის გწამს? უბრალოდ მოდი უცებ გეტყვი. თუ კი დავიჯერებ, რომ მხოლოდ და მხოლოდ აქ ვარ და გარშემო მეტი არაფერია, ალბათ მოწყენილობისგან მოვკვდები. მოდა რაღაცა მინდა რომ ცოტათი რაღაცა დიდი სილამაზე, უფრო დიდი სიკეთე, უფრო მაგარი რაღაცა იყოს სადღაც.
თორე ატმასკას შეძახილს არ ვაპირებ. უბრალოდ აი რაღაცა უფრო ფართო სამყარო, უფრო გაშლილი, ვიდრე ის, რომელსაც მე ვხედავ. რაში გჭირდება ეს? ვიოცნებო და უფრო გავერთო, თორე ხომ მოვკვდი მოწყენილობისგან დადო. ანუ ღმერთი შენ გასართობად გჭირდება. სახალისოდ და სიცოცხლის დღესასწაულად გადასაკეთებლად. და რატომ მიიღოს ქართულმა ეკლესიამ ესეთი ფორმები? რას გულისხმობ? ნუ აი რაღაცა ჯიპებით დადიან, რაღაცა აიფონებით. მე რატომ ხაც ვფიქრობ, რომ მთელი კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში რელიგიური ორგანიზაციები ასე იქცეოდნენ და ასეთები იყვნენ. თუ კი რა ვიცი, იგივე გადავხედოთ ძალიან ლამაზ ევროპულ ქალაქებს, აღმოვაჩენთ, რომ ყველაზე დიდი ნაგებობები და ყველაზე მდიდრული შენობები არის, რა ვიცი, ეპისკოპოსების რეზიდენციები და ეკლესიები. მე არა ვარ დარწმუნებული, რომ ღმერთს ძალიან უნდა და რომ მაინც და მაინც ოქროთი ყოფილიყო რამე გადაფარული. უბრალოდ სიმდიდრე. არაფერი გასაკვირი არ არის, მე მგონი. აი ამბიონიდანაც ისმის ხოლმე ცოტა აგრესიული მოწოდებები, თუნდაც 17 მაისი რატო ხდება ეს? ისი ბრა? ალბათ იმავე მიზეზის გამო, რა მიზეზის გამო, ლამის კანონიკურად იქნა მიჩნეული წიგნი, გეტყვი რა ერქვა, კუდიანების ჩაქუჩი, სიტყვასიტყვით რო დავყნოთ, რომლის გამოც მრავალი ათასი ქალი დაწვეს კოცონზე. რა ვიცი? რა მიზეზი უნდა იყოს? ბიბლია თუ გაქვს წაკითხული? კი. და რა არის, რა ინფორმაცია ამოიკითხე შენთვის ისეთი მნიშვნელოვანი? ძალიან ბევრი, ალბათ, სინამდვილეში. ძირითადი ხაზი რა არის ბიბლიის? როგორც ასეთი ხაზი, ჩემთვის ხაზი არ არის. ჩემთვის ქებათა ქება სხვა ამბავია და სრულიად წარმოუდგენელ ლიტერატურად მიმაჩნია. ჩემთვის მარადიული ფიქრის საგანია იობის ამბავი, დღემდე ვერ გავიგე რაშია საქმე. და მე ძალიან მიყვარს ამბები, ეს ჩემი სისუსტეა. და რა თქმა უნდა, არ არის მაინც და მაინც კარგი, როდესაც წმინდა წერილს კითხულობ ამბების გამო, მაგრამ რა ვქნა, კარგი ამბებია და მე ეს ამბები მომწონს. რომლებზეც შემიძლია ვიფიქრო და ვედავო საკუთარ თავს ახლა. მომწონს მე ეს აქციები თუ არ მომწონს, მაგარია. მე ქრისტეს რო შეხვდე, რას კითხავდი ერთი კითხვის დასმევაში? ვერაფერს კითხავდი, ალბათ გული გამისკდება. მოდი ასოციაციობანა ვითამაშოთ, მე შენ რაღაც სიტყვებს გეტყვი. და შენ მითხარი ვინ გაგახსენდება კონკრეტული ადამიანები. მაგარია, აბა. დავიწყოთ? დაიწყე. ფული. კონკრეტული ადამიანი როკფელერი. ნიჭი. მოცარტი. ომი. ჰიტლერი. ორგაზმი. მე უფალი შივა. შვიდობა. ტრები ადამიანი არ მახსენდება. გენიალური. ბეთჰოვენი. გმირი. კალკუცა ჩოლოყაშვილი. ჯალათი. ლილელი ჯალათი სამი მუშკეტერით. სიბნელე. ადამიანი უნდა გამახსენდეს. ბებერი პიუ. კლასიკა. ადამიანი. აი მე და არ ვიცი. ალექსანდრ პლევისა თუ მარტო შენიშვილი. თან სულადა ვარ. ლევ ტოლსტოი, ალექსეისთან წავედი. ბედნიერება. ადამიანი. ჩემი გული, არც კი ვიცი. რა ძალიან ბევრი ბედნიერება. ალბათ სტივენსონი იყო კაცი ბედნიერება, მე ასე ვფიქრობ. ეს სამშობლო რა არის შენთვის? იცი ეს არის კითხვა, რომელზეც მე პასუხი არ მაქვს, იმიტომ რომ მივხვდი, რომ გეოგრაფიული საზღვრები არ არის, ენის არეალი არ არის, არ არის. მე ვფიქრობ, რომ ალბათ ის ადგილები, კლავ-და-კლავ უცნაურად საქართველოში, სადაც ყოფილვარ და ბედნიერი ყოფილვარ. ჩემთვის სამშობლო არის ჯავახეთი, მაგრამ ვინაიდან თიანაჭარას არ ვიცნობ, არ ვიცი, პირველი ეს არ გამახსენდება სიტყვაზე. რა გიყვარს სამშობლოზე უფრო? საკუთარი ლამაზი თავი. რატო უჭირთ ადამიანებს ბევრს წაკითხულიდან აზრის გამოტანა და აზრის გადმოცემა? ესე ფიქრობ? კი. მე თუნდაც ტელევიზორში რო გამოდის რაღაც. და წაკითხულს ვერ ყვება. შეიძლება იმიტომ რომ არ დაინტერესდა და არ ჩაუხმავდა, თორე როგორ შეიძლება ხდებოდეს. და ამ ზედაპირულობას ამჩნევ ადამიანებში აი დღეს საზოგადოებაში, ანუ ჩაღრმავების არ სურვილს. ძალიან მარტივად გასაგებია ჩემი ხმარწმენთ, არ აინტერესებს. როგორც მე არ მაინტერესებს მაგალითად რა ხდება სიტყვაზე ახალ პოლიტიკურ წრეებში, იმიტომ კი არა რომ არ მესმის, ალბათ კარგად რომ მიამბონ გავიგებ. უბრალოდ მივიდით არ მაინტერესებს. ალბათ იგივე საკუთარი პროფესია უნდა გაინტერესებდეს. პროფესია უნდა გაინტერესებდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა გამოიცვალო ეს პროფესია, ხო ძალიან მარტივი. ბატონო. იქ ხალხს და კაც შორის რა განსხვავებაა?
ერთი მამრობითი სქესი სამეორო მდედრო. არა, აი ბიოლოგიას თუ შევეშვათ. არა მგონია რამე ძირეული განსხვავება იყოს ადამიანი. რა ვიცი, ძულომსა და ხვადლომს შორის რა განსხვავება, რა ვიცი, ერთს ფაფარი აქვს, მეორეს არ აქვს. პირველი უთანხმოება რაზე მოუვიდოდათ კაცთა ქალს? საერთოდ რაზე შეიძლება დიდი გადაგაატყდეს? მე ვიცი, კაცთა ქალს გააჩნიათ ალბათ მართლა. რაც არ უნდა ვიფიქრო ვერ მივხვდი. ქალთა კვოტირებას თუ ემხრობი? რაღაც დისკუსიები ამ თემაზე. საერთოდ იცი როგორ გულწრფელად რო გითხრა, არაფერს არ მაძლევს ეს ამბავი, არც კი არც არა. იყოს დაეკვოტირება, რა ვის რა დააკვდა. აი შენი აზრით რა გაუფასურდა ბოლო 30 წელიწადში ყველაზე მეტად ჩვენთან? მე ვფიქრობ სწორედ ის, რაზედაც აქამდე ბრძანედათ. ალბათ სამშობლოს მიმართ დამოკიდებულება. აი ეს 30 წელია, ხო. ეს ძალიან გასაგებია, მე ოდესღაც ვიცოდი, რომ ვეყავი შვილი ქვეყნისა, რომელშიც ყველა მამაკაცი გმირია, ყველა ქალი, რა ვიცი, მეცრეულები წმინდა, ალბათ ასე გაიზარდა ყველა და მე აღმოჩნდა, რომ თურმე არა და ვაიმე. მაგრამ ამის გამო მაგალითად მე დამოკიდებულება არ შემცვლია, მამათ ალბათ შეეცვალათ. და იცით რა არის, ჩვენ ხო სიტყვებს ბოლო დროს ძალიან ცუდად და უგვანოდ ხმარობთ. და ამიტომ რაღაც სიტყვებიც ალბათ ყელში ამოვიდა, იმიტომ რომ შესაძაც რამეზე ამბობენ, რომ ეროვნულია, დიდ ნაწილს ქართულენოვანი მოსახლეობისა გულის შეტევა ემართება. და მეორე მხრივ რა არის და ცუდი ხო არა. საერთოდ ეს. და ყველაზე მაგარი ქართველებმა რა შევქმენით? ვეფხისტყაოსან. თავისუფლება რა არის შენთვის? თავისუფლება არის მდგომარეობა, როდესაც არავინ და არავინ, ხო, არაფერი ამაშა, არავინ ამიშლის ნერვებზე. ისე რაზე გეშლება ყველაზე მეტად ნერვი? როდესაც ჩემს საქმეში ყოფენ ცხვირს, ისინი ვისაც იქ არაფერი ესაქმებათ. ზოგადად მიმაჩნია, რომ არავის ესაქმება. კი, რა თქმა უნდა. რატო ყოფენ? შენ არ ყოფ ხოლმე სხვის? არა, მოცლიათ უბრალოდ. მე ჩემი გამჭირვებია. უსაქმურობის ბრალია ეს? შეიძლება ამას უწოდოთ, ალბათ რა ვიცი მე, დაუკავებელი გონი, თუ რაღაცა მსგავსი. პროვინციალიზმი რა არის? ვერ ჩამოვაყალიბებ, იცი, ისევე როგორც ვერ ჩამოვაყალიბებ ქართულად ცნება, გოიმი, რას ნიშნავს, ვერაფრით ვერ ავხსნი. პროვინციალიზმის ეს ამბავია ჩემთვის. იმიტომ რომ მე მგონი გეოგრაფიასთან ამას არანაირი კავშირი. რა თქმა უნდა. ამიტომ როგორ გითხრა, არა მაქვს ერთგვარად ჩამოყალიბებულია. თუ ძალიან დამჭირდება განმარტებელში შევძრები, მაგრამ ჯერ არ დამჭირვები. კი ბატონო. აი განათლებას და ინტელექტს შორის თუ არის შენთვის რამე განსხვავება? აი განათლებული ბრიყვები შემხვედრიან, ალბათ ეგ არის და. და გაუნათლებელი ინტელექტუალები? არა. აი ყველაზე დიდი გამოცანა რა არის შენთვის? რაღაცა რასაც ვერასოდეს გავიგებ? ხო. რა ვიცი, გაფრინდა თუ არა გაგარენი კოსმოსში, და რა უთხრა, რა ვიცი მე. ეს სხვა პლანეტაზე თუ არსებობს სიცოცხლე როგორ ხდება? ბუნდოვანი წარმოდგენაც არ ამაქვს და გითხრა მადარდებს თუ არ დაიჭირ. კაი, ჯერ სიკეთე იყო თუ ბოროტება? მიუხედავად იმისა, რომ ახლა დავამთავრე თარგმნა წიგნისა, ბოროტება, ანუ თავისუფლების დრამა. და კვერცხი იყო თუ ქათამიჯი? აუ. კარგი. და ვიდეოთ ახლა მაგრა რომ მეღაცებოდა რომ კვერცხია და შენ ახლა მასწავლე ქათამია. აი შენი აზრით ვინ არის ამ წლის ადამიანი? ამ წლის ადამიანი? ჩემთვის პირადად, ჩემ ნაცნობ მეგობრებში მაია ბადრიძე, რომელმაც დაამთავრა თარგმნა წიგნისა ბროხის თვარეულების. ჩემ გარშემო ამაზე მაგარი არავის არაფერი გაუკეთებია და ისე ალბათ ზოგადად საქართველოს მასშტაბით რო ვილაპარაკოთ, სხვადასხვა დაფიქრება მჭირდება და ისიც თქმა გამიჭირდება. ვინ გინდა რომ წელს მოვიდეს თოვლის ბაბუად შენთან და რა გინდა რომ მოგიტანოს? აუ მე მინდა რომ მოვიდეს ახალგაზრდა ჯონი დეპი და მომიტანოს დიდი ლამაზი ბეჭედი და მითხრას გამომყევია ნაცვლად. გავყვები? აუცილებლად ახალგაზრდა ჯონი დეპს როგორ არ გავყვები ჩემზე. კარგი, აი ამათგან ვინ რომელი ნაწარმოებია? ой რა გავხსნა. ან პერსონაჟი რომელი ლიტერატურული? მოდი ერთ თვეში კიდე დამიბარე და გიამბობ ვრცლად, ახლა წარმოდგენ არც არასოდეს დავფიქრებულ ვარ მოგატყო. კი ბატონო, კარგი.
ისა რეალურად ვინმეს რამე დაუწერია რომელიმე მათგანზე? არა, მაგრამ ეს მემუარული ლიტერატურის. მათი მოღვაწეობის მიხედვით ვინ რომელ ნაწარმოებს წააგავს. არ ვიცი. მართლა არ ვიცი. კარგი. შემდეგ სტუმარს დავუტოვე რამე შეკითხვა. აი რა საპირებს ახალწლო თქვი ამბოს. ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი. მადლობა. წარმატებებს გისურვებ. დიდი მადლობა.